ყველაზე პირველ რიგში უღრმესი მადლობა უნდა გითხრათ, რომ მოხვედით და თქვენი დატვირთული გრაფიკის მიუხედავად მოახერხეთ ჩვენთან სტუმრობა. ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი სტუმრობა და ცოტათი უხერხულობის განცდაც მაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ ესე მგონია, რომ ძალიან ბევრი მოზარდის ოცნება ამიხდა მე და ცოტა უხერხულია სხვისი ოცნება რომ გიხდება, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი ბავშვები და მოზარდები, რომლებიც ოცნებობენ ესეთ წარმატებულ კალათბურთელთან შეხვედრას, მათთვის დღევანდელი შეხვედრა იქნება, ვფიქრობ, ძალიან საინტერესო. მადლობა. თქვენ იმყოფებით აზროვნების აკადემიის სივრცეში, ეს არის აღზრდის პოდკასტი. ჩვენს შესახებ მოკლედ გეტყვით, რომ 2017 წლიდან ფუნქციონირებს საგანმანათლებლო სივრცეა, თუმცა ახლა თერაპიული მიმართულებებიც დაგვემატა. თბილისში ვართ 5 სხვადასხვა ფილიალში და ვართ 3 ქალაქში: ზუგდიდი, ქუთაისი და ბათუმი. ვიცი რომ თქვენს გაქვთ ძალიან საინტერესო აკადემია, ამას აუცილებლად შევეხებით. ახლა მინდა რომ დავიწყოთ თქვენი ბავშვობიდან. როდის დაინტერესდით და რატომ დაინტერესდით კალათბურთით? ალბათ ოჯახიდან გამომდინარე, დედაჩემი იყო კალათბურთელი და შემოყვარა, ასე ვთქვათ, კალათბურთი სხვა შორის საკმაოდ პოპულარული სპორტის სახეობა არის საქართველოში. დიახ. ანუ თაობებით და არა ის ჩვენი თაობა, ან დღევანდელი თაობა. ანუ წინა თაობებით, საკმაოდ წარმატებული როგორც ინდივიდუალურად, ისე გუნდურად. დიახ. და განსაკუთრებით მაშინ 90-იან წლებში, ხო? სულ მაგას ვსაუბრობთ, რომ ბევრი არჩევანი არ იყო. შესაბამისად, როცა ნაკრების ან რომელიმე კონკრეტული გუნდი თამაშობდა სპორტ სასახლეში, ყოველთვის მივდიოდი, დედაჩემს ყოველთვის დავყავდი და წარმოიდგინე ბავშვი, ხედავს გარაჭერილ სპორტის სასახლეს, ძალიან მაგარი ენერგია, ენთუზიაზმი და კარგი მოგონებები. იმიტომ რომ იყო თამაშები, როცა ვიგებდით, იყო თამაშები, როცა ვაგებდით, როგორი დამწუხრებული გულშემატკივარი, ეს ემოციები, იცი და ბავშვი მეტი რა უნდა იმისთვის, რომ რაღაც ინსპირაცია მიიღოს და ასე რომ გამიმართლა იმაში, რომ ხვდებოდი ყოველთვის ხო დედაჩემს როგორც ყოფილი კალათბურთელი. ბილეთები არ იშოვებოდა სხვა შორის, ეს უნდა დანიშნულოვანია და დედაჩემი ახერხებდა. თავის ნაცნობებიდან და ასე შემდეგ ახერხებდა 2 ბილეთის შოვნას და ყოველთვის მე დედაჩემი მივიდიოდი და მოკლედ აი ესე დადებითი ემოციებით ბრუნდებოდი სახლში და ესე მე ხო ფიქრობ რა რომ ბავშვი ფიქრობ რომ იცი ერთ დღეს მეც ვიქნები მოედანს და მეც გავახარებ გულში მაგრამ ხო ეს უკვე ეს ფიქრები მაგრამ წაგიღო და უკვე ეს ფიქრები გადაიზარდა ოცნებებში რა თქმა უნდა სიმაღლის ხელს მისხოვდა რაც ამშოვანია და დანჩენი უკვე მოხდა ისაც მოხდა. ოჯახის გავლენა ცხადია დიდია, როცა ავტორიტეტი ყავს უაღრესად მნიშვნელოვანია. რა არის ის საბაზისო მონაცემები, თუნდაც ფიზიკური, რაც ხელს შეუწყობს ბავშვს გახდეს სპორტსმენი, ან კონკრეტულად კალათბურთელი? ხშირად მესმის ხოლმე ეს კითხვა, ხშირად მისმა მშობლები განსაკუთრებით, ან მეგობრები, ან არ აქვს მნიშვნელობა. ძალიან რთული ამ კითხვაზე, ძალიან კომპლექსური პასუხი არის ზოგადად საჭირო ამისთვის და ძალიან რთულია რაღაც განსაკუთრებით იმ ადამიანს გასცე ესეთი პასუხი რომ გამოადგეს და არ იყოს რაღაც ზეპირი პასუხი. იმიტომ რომ ძალიან ინდივიდუალურია. ალბათ პირველ რიგში რასაც მე თუნდაც შემშულებს ხო მაგრამ შემშულებს ურჩევ ესე იგი იმას ახსოვს ყოველას ერთი რიგოს ვეუბნები. მოძებნე ის ადგილი რა ძალიან შეგიყვარდება. ეს არის ნომერი პირველი წესი. ჩემთვის, ჩემი გამოსახედიდან. თუ არ გიყვარს, რაც არ უნდა იყოს, რასაც არ უნდა აკეთებდე. ჩემი აზრით რთულია მიაღწია იმ წარმატებას, მაქსიმუმს. ალბათ მე ალბათ მაქსიმალისტი ვარ, ესე ან ვაკეთებ, ან არ ვაკეთებ, იცი, ან დროის დაკარგვა არ მეყურა ზოგადად და შესაბამისად ჩემი პასუხი აქედან გამომდინარე არის ეს, რომ მოძებნე, იპოვე ის ადგილი, რაც ძალიან გეყვარება, იმიტომ რომ ამ წარმატებას სჭირდება დაუღალავი შრომა, რაც ყველამ ძალიან კარგად ვიცით, და დათმობა, ბევრი რამის დათმობა, იცი და თუ რაღაცა ძალიან არ გიყოს მაგის გულისთვის არ დათმობ. სხვა რაღაცებს რაც უკვე მე ხალ შეგიშლის და ასე რომ
ახალგაზრდებს უმალს ვეუბნები და შეიძლება რაღაც მომენტიდან დაიწყო, ხო, ათლისად, ხო, აქვს ყველაფერს და შესაბამისად თუ არ მოგწონს ახალგაზრდის სიტუაციაში, მე მეორე რაღაცას უნდა გადახვიდე. და არ გაჩერდე, ანუ იარე ერთი ადგილი და მეორე ადგილი, მესამე ადგილი, არ გაჩერდე, სანამ არ იპოვე იმაი sweet spots, რო იცი, იმ ადგილს, სადაც ისვისაც ყველაფერზე წამსვლელი ხარ. და აქედან უკვე იცი ეს არის ალბათ საძირკველი რა. ეს არის საფუძველი, ეს არის საძირკველი ამ წარმატების და მე უკვე შეგიძლია დააშენო, იმიტომ რომ სიყვარული ვერ რაღაცას გააკეთებინოს ადამიანს. ცოტათი რთულია ეს დავალება, საკუთარ თავს დაუსახო, იმიტომ რომ მე მაგალითად მოზარდებს და ბავშვებს სულ ვეუბნები, რომ როდესაც საკუთარ თავს რაღაც ერთი კრიტერიუმით აფასებენ და აუცილებლად გაგიზიარებთ ესეთ кейსებს, როგორი წარუმატებლობის და იმედგაცრუების განცდა შეიძლება გქონდეს იმის გამო, რომ ვერ ჩააგდე კალათში ბურთი და საკუთარ თავს ესე ააფასებ გლობალურად, თუ მე ბურთი ვერ ჩავაგდე კალათში, ესე იგი ვარ მარცხთან პირდაპირ კონტაქტში და ძალიან ცუდი ვარ მოკლედ. და სულ ვამბობ, რომ რა ძალიან ბევრი სფეროა, რომელიც არ მიცდია, ხო? მაგალითად, ხო შეიძლება რომ ძალიან კარგად გამომსვლოდა ფიგურული სრიალი. არასდროს არ ვდგარ ვარ ყინულს, ვთქვა, ან ყოფილიყავი კარგი მხედარი. და ამავე დროს ძალიან რთულია ბავშვმა გამიჯნოს რა არის მისი და რა არის გარედან მოწებებული, იმიტომ რომ თუ აი თქვენც აღნიშნეთ, რომ მშობლის როლი ძალიან დიდი იყო, თუ გარემო მამოტივირებს, რომ ეს კარგად გამოგდის, ეს კარგად გამოგდის, ბავშვისთვის განსაკუთრებით რთულია, ეს ჩემი мотиваცია ნამდვილად თუ გარემო რომ მეუბნება, რომ კარგად გამოგდის, ეს არის, ხო? იმიტომ რომ ყოფილა და არაერთი შემთხვევა გაგვიგია, რომ ადამიანი ადის რაღაცა საფეხურეობრივად ვითარდება და რომელიღაცა ასაკში გააცნობიერებს, რომ აი ამ კიბეზე კი ავიდა, მაგრამ ეს მისი სახლი არ არის სიმბოლურად, ხო? აი როგორ უნდა მიხვდე, რომ ეს შენი სფეროა და მართლა მე ალბათ მსხვერპლიც აღარ ქვია იმას, როცა გიყვარს და აკეთებ და არჩევანიც უფრო მარტივია, რომ გააკეთო ის, რაც გიყვარს. როგორ მიხვდეს? თქვენ როგორ მიხვდით? თან საინტერესო კითხვაა და ისე კითხვა, რომ დაგაფიქრებს ადამიანს. ალბათ მე გავემართლა იმაში, რომ ცირა სიყვარული ნაცნობი სიტუაცია იყო, მონაცემებით, ფიზიკური მონაცემები, ანუ სიმაღლე და ასე შემდეგ. რაც გავხ ახლა მეორე ჯვახსენებს სიმაღლეს, მაგრამ ალბათ ეს მნიშვნელოვანია, ხო ხდები და ამიტომ ეს მონაცემები ხელს მიწყობდა, იცი და ალბათ გავემართლა იმაში, რომ ბევრი რამ არ მიცდია. თუმცა არა კი, რატო არ ვცადე, ფეხბურთზე დავდიოდი სამგალობზე შეერთი, გავმიშვეს იქიდან, თრომა ძალიან ესე გულახდილად მითხრა, რომ შულო ეს არ არის შენი საქმე. ხო. და ფიქრო გალობზე უნდა შეხვიდე, სურვაზეს დავდიოდი, ცეკვაზეს, ქართულ ცეკვაზეს და ნუ ყველაფერი იყო ალბათ დროებითი ესე მოსინჯვა შესაძლებლობები. და მართალი გითხრა, ბევრი რამ მომცა ამ გაჩერებებმა რა, რამდენიმე წლიანმა გაჩერებებმა, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში მაგ ასაკში განსაკუთრებით ეს არის ანუ ვითარდება, ხო, ადამიანი ბავშვი ვითარდება, ეს პროცესეჩვევი, ანუ პროცესეჩვევი ის რომ დილთონ ადგე, წახვიდე, ხო, ანუ სკოლის მერე უნდა მოემზადო, არ უნდა გააცინო იქ დისციპლინა, ყველაფერს სჭირდება შრომა, ყველაფერს სჭირდება მონდომება, სწრაფი გადაწყვეტილების მიღება, ლიდერობა, ხო, ანუ ეს ხასიათები. და ამ ხასიათებზე მუშაობ, რა თქმა უნდა. და საბოლოო ჯამში მე ალბათ სწორი არჩევანი გავაკეთე, რომ მივედი გალაპურზე, მაგრამ როგორ უნდა მოძებნო? ხო, ანუ ეს ოთენტური სიყვარული არის ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი რა და ზოგადად ცხოვრებაც ხო სწორ გადაწყვეტილებებზე გადაწყობილი, ანუ წარმატება არის ზოგადად სწორ გადაწყვეტილებებზე და ეს სწორ გადაწყვეტილება ცხოვრებაში ერთი არ არის საკმარისი, უნდა იყოს ძალიან ბევრი, იმიტომ რომ ძალიან ხშირად დგები ადამიანი თან განსაკუთრებით როცა ზემოთ მიდიხარ, ხო, ანუ პროგრესიულს ხდება და წინ მიიწევ, ცხოვრება ანუ გააძლევს ამ challenges, ესე ვთქვა, და იმ challenges-ების დროს უნდა მიიღოს სწორი გადაწყვეტილება. ან ინტუიტურად გრძნობა ამას. კი. და თუ არ მიიღე, არა უშავს ისწავლე ამ მარცხიდან, ასე ვთქვა, ამ кейსიდან. იმიტომ კიდე დადგები იმის წინაშე, რომ მოგიწევს სწორი გადაწყვეტილების მიღება და შესაბამისად ეს ანალიტიკა უნდა გააკეთო, თუ რატო არ იმუშავა ამ კონკრეტულმა სიტუაციამ, ხო, ამ გადაწყვეტილებამ. სად დაუშვი შეცდომ, ან რა გამო
გამოგეპარა, ხო? ანუ და ბევრი ფაქტორი არის რა და ასე რომ მე ჩემს შვილებს ყოველთვის ვეუბნები, რომ დასვით კითხვები. ანუ ეს ასაკია, ანუ შესაძლოა რა თქმა უნდა მოსულა, მაგრამ კითხვები დასვით, რომ ის უნდა კონდეს ეს curiosity, როგორ აკართულად. უნდა გაინტერესებდეს ადამიანს რა. აი ჩემს უფროს აქვს მაგალითად. სტუმარი რომ მოდის სახში, ჩემთან, ჩემი მეგობრები ან ალბურთელებიან, ყოფილი ალბურთელები ან ინვესტორები ან ანტრეპრენორები და ასე შემდეგ, ხო? ანუ ჩემს ირგვლივ ვინც არიან. სხვათა ჩემს უფროს დათი ძალიან უყვარს იქ ჩვენთან ერთად ყოფნა და მოსმენა. შეუძლია 2 საათი იჯდეს და გვისმინოს და იცი რა იქ რო ზის ეს სიამაყის მომენტი ახლა 16 წლის არის, როგორ დიდი ბიჭი არის და ნუ მე უყურებდი როგორც სახშენთან რომ მოვლენ და ორნი ვართ რა მასპინძელი, ანუ მასპინძელი ზის და მე სხვა შორის ერთ-ერთ ვახშამზე ჩემმა მეგობარმა კითხა რომ ანუ განათლებაზე ჩამოვარდა საუბარი და რა გიყვას, რა საგანი გიყვას, რაც სტანდარტული კითხვა არის და დათი ისეთ საინტერესო პასუხი ქონდა რომ აი მე შოკში ჩავარდი ეს ანუ სიხარული ძალიან ემოციური იყო ჩემთვის, იმიტომ რომ ნუ უთხრა რა თქმა უნდა უფრო ტექნიკური საგნები იყო არის მათემატიკა და ასე შემდეგ თუმცა ესეთი რაღაც უთხრა რომ აგრეთვე მე ძალიან მიყვარსო და ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია აი თუნდაც აი თქვენთან ერთად ეხლა რა ვზივარო რასაც ვისმენო ეს არის ცხოვრებისეული განათლებაო რა აი მაგალითად ეხლა თქვენ რომ მოყევითო რაღაც და რაღაც მუთხრა რაღაც იმ ადამიანის ვინც ჩემი მეგობრის მონაყოლი რაღაც 10 წუთის წინ რომ მოყვა იცი და ეს ცხოვრება საინტერესოა რომ ყოველ წუთას რაღაცა ახალ სიახლეს ესე ხედავ ხო და რაღაც განიცდი და ეს შემთხვევით სიახლე იყო ეს მოხდა ეს რაღაც დაახლოებით 1 თვის წინ და ძალიან ამაყი ვიყავი იცი რა ბავშვები მდენაჭკვიანები არიან და ყველაფერს აფიქსირებენ და ჩვენი საქმეზე ანუ ვალდებულება ის არის რომ რაღაც არ გამოტოვეს ესეთი რაღაცეები და მოკლედ ანუ იმედია გავაცი თქვენს კითხვას პასუხი რომ მნიშვნელოვანია მნიშვნელოვანი განწყობების მიღება მადლობა მარცხთან გამკლავება სპორტში ალბათ ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კომპეტენცია სუბიექტურად მე არ ვემხრობი როდესაც მცირე ასაკის სკოლამდელი ასაკის ბავშვებს ესე ამშვიდებენ რომ წაგება და მოგება ძმებია ხო ფიქრობ როგორც ფსიქოლოგი და ცხადი არა მხოლოდ მე რომ ბავშვმა უნდა ისწავლოს ბრასთან კონტაქტიც იმედგაცრუებასთან კონტაქტიც და ზოგადად რაღაცნაირად დაამუშავოს ეს ემოცია რომ არაფერი ყველა ერთ საფეხურზე არ ვდგავართ რომ კონკურენციაც არის ჯანსაღი და არა ჯანსაღი რა არის ეს მარცხთან გამკლავება იმიტომ რომ მგონია რომ შეიძლება ბევრი ის მონაცემი კონდეს რომელიც თქვენ აღნიშნეთ ფიზიკური მსაუბრა მათ შორის მაგრამ მისთვის და ალბათ თქვენც არაერთ მოზარდში შეგინიშნოთ რომ ეს არის მათთვის იმდენად გადაულახავი გამოწვევა რომ გაუმკლავდნენ მარცხს რომ ამის გამო შეიძლება უარი თქვან მათ შორის მათთვის ძალიან საყვარელ და სასურველ დიახ მინახია ეს სამწუხაროდ ბევრი მე სმენი ხშირად ეს ძმობა მოგების და წაგების ასაც ვერ ვიტან როგორ შეიძლება მარცხი გიყვარდეს თუმცა აი სხვა შეიძლება რამოდენიმე ესე ცნობილი სპორტსმენისგან გამიგია მე რა ან ვიგებ ან ვსწავლობ ანუ მარცხზე არ არის მან საუბარი და მე უფრო ამას ვემხრობი იცი ან იგებ ან და ვსწავლობ აი ეს ვინ უნდა მიაწოდოს ბავშვს ну თრემა რა თქმა უნდა ჩემი აზრით თრელი და ძალიან მნიშვნელოვანი არის აი ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ის არის თუ პირველი თრელი ვინ იქნება შენი რაცა უნდა გააკეთო იცი აი ეს ამბანს ვინ გასწავლის ვინ შეგაყვარებს ამ პროცესს ვისგან მიიღებ შენიშვნას მაგაც ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ იმდენად გიყვარდეს ეს ადამიანი რომ შენიშვნაც მისაღები იყოს და ასე შემდეგ და ასე რომ პირველი ნაბიჯები ძალიან კრიტიკული არის ჩემი აზრით და მაგიტომ არის რომ მნიშვნელოვანია სწორ პედაგოგს სწორ მცველთან წაიყვანო რასაც არ უნდა თამაშობ და ეს პირველად რომ სიყვარულს რო გზნობ
სწორი მიდგომა რამდენჯერ გამიგია რომ ბავშვი გაუყვანიათ იმ წრიდან, იმიტომ რომ არაჯანსაღი შეფასება ქონდა. და ასე რომ მაგით ყველა ადამიანი ფიქრობ არ არის მზად იმისთვის, რომ რაღაც ბავშვებისთვის იყოს განკუთვნილი, იცი? მაგიტომ არიან მწვრთნელები, ვინც იძახიან მედიდების მწვრთნელები, ანუ პროფესიონალური გუნდის მწვრთნელი ვარ. ბავშვთან მწვრთნელს სხვანაირი მიდგომა ჭირდება, ვიდრე პროფესიონალურ გუნდის მწვრთნელს და ასე რომ ორი სულ სხვადასხვა მიდგომა არის. იმიტომ შეიძლება ერთი დღე იცი რა გაატარო როგორც ბავშვთან მწვრთნელ მაგრამ ჩვენ რო საუბრობთ ყოველდღიურად და მთელი წლის განმავლობაში ეს უკვე სხვა ფენომენაა ჩემი აზრით. ასე რომ თუ ღებულობენ მწვრთნელები, აი რაღაცა ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას, ან ფსიქოგანათლებას, ან რაღაცა ეტაპობრივად გადიან მოსამზადებელ კურსს, აი თუნდაც როგორ მიუდგნენ ბავშვს, იმიტომ რომ მართლა ძალიან ღირებულია, ხო, აი რაღაცა ზამბარის ეფექტივით არის, ვიღაცა იჯერებს რომ შენგან არაფერი არ გამოვა და რაღაცა რჩება აქ და ვიღაცასთვის ეს იმხელა мотиваცია, რომ აი შენგან არაფერი არ გამოვა, პირიქით. იმედი მაქვს იღებენ. იმედი მაქვს იღებენ. ასე რომ იცი რა არის ზოგადად მე ჯერ ერთი რაღაცის უნდა აკონტროლო ის რაც შენ ხელშია ჩვენ ხელში ის არის თქვა ჩემს აკადემიაში რა შეგვიძლია გავაკეთოთ დიახ ჩვენს აკადემიის 10 წლის წინ როცა დაარსდა ჩვენი აკადემია პირველი კადრი ვინც ავიყვანა იყო ფსიქოლოგი და მე უკვე შევავსეთ ასე თქვა უკვე მწვრთნელები ექიმი და ასე შემდეგ იმიტომ რომ მე ჯერ ამისი ამ საჭიროების კარგი გაგებით დახმარების იმხელა ძალა და იმხელა დახმარება არის იცი რომ ყველასთვის აბსოლუტურად ჩემთვისაც დიახ საჭირო კადრი არის ნამდვილად რაც განსაკუთრებით როცა ესე სენსიტიურ პროცესი არის საუბარი ასე რომ პირველი კადრი ვინც ავიყვანეთ არის ფსიქოლოგი და იცი რა მე ვფიქრობ კარგი მწვრთნელები არიან კარგი ფსიქოლოგები კარგი მწვრთნელი ვერ იქნები თუ არ ხარ კარგი ფსიქოლოგი. ერთ მაგალითს მოგიყვანე, ჩემი კარიერა. ერთ-ერთი ბოლო რაც გადახვდა იდეაში, თითქოს 33-34 წლის ვარ უკვე. ეხლა სპორტსმენისთვის საკმაოდ ისეთი ვეტერანად ითვლები და თითქოს ყველაფერი ნანახი გაქვს. და Warriors-ში რო გადავედი, Golden State Warriors-ში რო გადავედი სათამაშოდ, ძალიან დიდი ყურადღება წამოვიდა. ანუ აქ მანქანას ხო თამაშობდი, უბრალოდ NBA-ში, მაგრამ ნუ Warriors უკვე სხვა თემა არის, იცი, იმიტომ რომ საჩემპიონო გუნდში ხარ უკვე. და ძალიან ეს სოციალურ ქსელში, ეს engagement-ი, ეს გულშემატკივრის კომენტარები, ლაიქები, dislike, ანუ უკულაიქებთ რაც ქვია ეს უარყოფითი შეფასება, ანუ ყველაფერი აბსოლუტურად და როგორც აი გაასმაგდა და გაათასმაგდა. შესაბამისად მე დავიწყე კითხვა ამ რაღაცეების სამწუხაროდ და ფიქრი თუ რა ხდებოდა ჩემს თავს, ანუ ზოგადად რა ხდებოდა, ანუ 10-12 წელი NBA-ში ვარ და უსვად ამ ერთმა წელმა შეცვალა ყველაფერი, აი თითქოს ასრაფდა, იცი, რაღაც უფრო სწრაფად წავიდა ეს ყველაფერი ეს განსაკუთრებით სოციმედიის ცხოვრება. უფრო მეტი ადამიანი გწერს, უფრო მეტი ადამიანი გიყურებს, უფრო მეტი ადამიანი არის ჩართული შენს პირად ცხოვრებაში და ასე შემდეგ. და გზნობ ამას კომენტარებით და მათი ჩართულობით. ეს მე და უარყოფითა დაისახა მოედანზე. რატო? იმიტომ რომ ბევრს ფიქრობდი. ეცია მოედნის გარეთ როცა არ გაქვს სპორტსმენს დაალაგებული ცხოვრება, ხო? ანუ ჯანსაღი ცხოვრება. ეს აისახება უარყოფითად უკვე მოედანზე. და აი უკვე ეს დაიწყო ესეთი ცხოვრება ჩემთვის და მოედანზე დაიწყო ეს ხა ეგრევე მტრომა ვარჯიშის მერე დამიძახა. თავიდან დაიწყო ესეთი ჩვეულებრივი კითხვებით, როგორ მომწონდა კალიფორნია, როგორ მივეჩვიე აქაურობას, ხო? კალიფორნიის ამინდი მართლა რა ჩვეულებრივი არის და ხაი ზუსტად ესეთი თავიდან საქმეზე არ დავიწყო ლაპარაკი, ეს უბრალოდ ice breaking კითხვები დამისვა რა და მეც ხო ვიცი რომ როგორც მაგ როცა მწვრთნელი გეძახის, მაინც დაძაბული ხო რაღაც დონეზე დაძაბული ხარ და უკვე ესეთი კითხვებით იყო რაღაც უკვე მოეშვი რაღაც უფრო საუბრის ის იყო და
მე მეკითხება ესეთ რაღაცას, რომ რაზე ფიქრობო? ანუ რა არისო ის რაც შემიძლია დაგეხმარო რა გაწუხებსო და ნუ მეც რაღაცა მწვრთნელია ენდობი და ეგრე უთხარი რომ არ ვიცი მე არ მესმის ერთი ფაქტორი რომ რატო არის ამ ხელა ნეგატივი ჩვენს გარშემო ძალიან მაგარი გუნდი ყავს ვიგებ თამაშებს მეც კარგად თამაშობს საკმაოდ რა ვიცი რაც აიცახება იმაში რომ ვიგებ თამაშებს იცი და რატო არის ამდენი ნეგატივი და გაეცინა და მეუნება ესეთ რაღაცას ანუ ეს ნეგატივი რა თქმა უნდა სოციალურ მედიაში ვიგულისხმობ და მეუნება ესეთ რაღაცას ვინ არისო შენი მწვრთნელი მთავარი ცნობილი თუ შენ ხარ მეთქი ასისტენტ მწვრთნელები ვინ არიანო ცოტა რაღაც ისეთ კითხვებს გადავიდა რომ მეთქი რაღაც ხუმრობა ხო არ არის ეს მეთქი აი ის ანუ რანაირი ტესტია ხო რანაირი კითხვა არის ხო ორი წლის ბავშვი რომ ეკცევა გუნდელები ვინ არიანო შენი მეთქი აი ის ჩამოუთვალე და მე მეუნება ესეთ რაღაცას რომ აი ზუსტად ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი რომ აი ჩვენ შენ მწვრთნელებს და შენს გუნდელებს რა შტაბეჭილი ვაქვს შენზე ანუ რას ფიქრობ შენზე ჩვენ ძალიან გვიყვარხარ და ძალიან მოგწონს იმას რასაც აკეთებ და რაში გაინტერესებს გარედან ვიღაც პეტრე პავლე ხო კონკრეტულ შემთხვევაში საქართველოს ანუ ამერიკაში ჯორჯი და დეივიდი ჯონი ხო ანუ რას იტყვიან შენზე და მართლა რომ დაუფიქრე იცი იმდენად შეცვალა ძალიან ბევრი რაღაც მასწავლა რამოდენიმე წუთმა იცი და აი ფსიქოლოგიაზე რომ საუბრობთ რა 32-33 წლის კაცი წარმოიდგინე რაზე რა ხელა შეცდომას უშვებდი რომ უსმენდი გარეთ ხმებს როცა მართლა თან განსაკუთრებით იმ ხალხს ვისაც მართლა არ იცნობ და შეიძლება ცხოვრებაში არ მოგიწევს შეხვედრა პირისპირ და რომ დაუკვირდე მართლა თავარი არის ჩვენ რას ვფიქრობთ გუნდელები და ერთ საქმეში რო ვართ იცი და ერთი რაღაც რო გტკიო ერთი რაღაც გვიხარია ხო ხდები და ერთი მისია რო გვაქვს და ერთნაირად ვფიქრობთ და ერთი რაღაცა გვამოძრავებს. თავი ეს არის და ის არა რომ თქვა ოთახის გარეთ. მთელი გზა მე სახში რომ მივდიოდი, მთელი გზა ამაზე ვფიქრობდი და აი მაგ მომენტმა შეცვალა ჩემი ცხოვრება ალბათ რა. აკონტროლე ის რაც შენ ხელშია. მე შემიძლია ვაკონტროლო შენთვის როგორი გუნდელი ვიყო, შენთვის როგორი მეგობარი ვიყო, ხო? ან სახში როგორი მეუღლე, მამა ვიყო. ეს ჩემ ხელშია. ხო ესეა? დიახ. მაგრამ იმას ვერ ვაკონტროლებ სხვა რას იფიქრებს ჩემზე. შენ საქციელი შენ შეგვიძლია აკონტროლო. კი და ალბათ კიდევ რაც ახლა ძალიან მომხვდა თქვენი საუბრიდან გამომდინარე იყო როგორი მხარდაჭერა გამოხატა ხო აი ამაზე საუბრობთ ხო რა თვითონ ამ მწვრთნელმა არ მოგცათ რაღაცა ისეთი კონკრეტული შენიშვნა იქ რა გააკეთე ანუ გითხრა რომ ჩვენ ერთად ვართ აი თქვენ ერთ-ერთ ინტერვიუში საუბრობთ გუნდის მნიშვნელობაზე რომ ყველაზე ღირებულია გუნდურობა და ამას მაყურებელიც ამჩნევს თამაშობს არა ერთი მოთამაშე არამედ გუნდი თამაშობს აი რა უნდა გააკეთოს თუნდაც მწვრთნელმა რომ აი ეს გუნდი ესე შეკრას ნუ ძართული არის რა თქმა უნდა ეს მარტივი რო იყოს ალბათ მწვრთნელებს არ გაუშვებდნენ ხოლმე სამსახურიდან და არ მოხსნიდნენ თავიანთი პოსტებიდან ესე ვთქვათ. რთულია ნამდვილად რა იმიტომ რომ განსაკუთრებით რაც უფრო მაღალ დონეზე გიწევს მუშაობა იქ უფრო თავის სირთულეები არის. პირველ რიგში ის იგოს რო ეტყვიან ხო ანუ ხასიათის რომ მე თავის გამო ყველას უნდა თავის გამოჩინა. როგორ უნდა დაალაგო გუნდი რომ ერთმანეთზე ფიქრობდნენ ერთმანეთი უყვარდეთ და ეს რაღაც ჰარმონიული რაღაც ისეთი თამაში იყოს მთელი თამაში მთელი თვე მთელი წელი ძალიან საკმაოდ რთული არის იცი და ნუ კარგი მწვრთნელი ახლა და გუნდს როგორ აისახება ხო გუნდში რომ გუნდი კარგად თამაშობდეს ბექში მე ფიქრობ კომუნიკაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს ამას გეუბნები ჩემი გამოცდილებიდან ყოფილ ვარ გუნდებში, როცა კომუნიკაცია არ ყოფილა და უბრალოდ რაღაც ზოგადად ჩვენ ერთად უნდა ანუ რაღაც ესე გუნდური თამაში უნდა ვაჩვენოთ. ოკეი, აი ახალგაზრდა როცა ხარ, ეგ ბევრჯერ გსმენია, მაგრამ ბევრმა ახალგაზრდა არ იცის თუ ეს როგორ უნდა გააკეთოს, როგორ უნდა მოიქცეს.
ქცევაში ხო, ქცევაში, რას ნიშნავს გუნდურობა? ერთი დღე მეორე დღე ხო ხდება ყოველდღიურად. როგორ უნდა κάνω მსმენი, ოკეი, კაი, გასაგებია, მაგრამ როგორ უნდა გავაკეთო? მაინც იგივეს ვაკეთებ, რასაც ვარ, აი შესწავლებს. და ასე რომ კომუნიკაცია არის ძალიან ძალიან მნიშვნელოვანი თავიდანვე. და ეს სტივი ეს რომ აღვზის ვორიოსის ძალიან, რა ვიცი, მე მგონი ყველაზე მაგარი ფსიქოლოგი იყო, ვიც კი ყოლია ჩემი კარიერის განმავლობაში, მწვრთნელები, იმიტომ რომ ჩვენს გქონდა ეგეთი მომენტი რა, რომ თავიდან მქონდა კომუნიკაცია, მე ზუსტად ვიცოდი, ჩემგან რას ელოდებოდნენ და მე ზუსტად ვიცოდი, თუ რა როლი მექნებოდა იმ გუნდში, რამდენ წუთს ვითამაშებდი და რა დაახლოებით ეს სურათი დახატული იყო, ესე ვთქვათ რა და მე ნუ ახლა მეც ადამიანი ხო რობოტი არ ვარ, ხო მე ჩემი ემოციები მაქვს ხანდახან რა როცა ყველაფერი კარგად მიდის, რა თქმა უნდა ამაზე არ ფიქრობ, მაგრამ ყველას გვაქვს ესე და ups and downs, ხო? ანუ რაღაც კარგი დღეები და ნუ ცუდი დღეები. და ამ ცუდ დღეებში იცი რაღაც რეაქცია მოდიოდა ჩემგან, რომ აი უფრო მეტის თამაში მინდოდა, აი უფრო მეტის სროლა მინდოდა და მე სტივისი ზანა მარტივი იყო, რომ იცი რა, ზადა ჩვენ ხო შევთანხმდით და მე ანუ ოკეი, მართალი ხარ კოუჩ, ანუ კი, ჩვენ შევთანხმდით. ანუ კომუნიკაციის ძალა, ხო? მეორე ალბათ რასაც ვიტყოდი ის რომ ყოველთვის კარგი მცველი პოულობს ეძებს და ანუ ეძებს და ჩასვავს მოთამაშეს თავის საუკეთესო როგორ ვთქვათ სივრცეში. ანუ მე თუ ვარ ძლიერი რაღაცაში მე გამაკეთებინებს მაგას. და მე არ მეტყვის რომ მოდი შენ ის გააკეთე, რაშიც არ ვარ ძლიერი. და თუ ამას მიაღწევ ყველა მოთამაშისგან, წარმოგიდგენ ყველა მოთამაშე თამაშობს თავის საუკეთესო გალავას, ანუ რაღაცა მოაქვს გუნდისთვის, ხო? რაც აიცახება მე რაღაც ერთად რომ შეკრა, იმედი მაქვს ისეთი მოთამაშეები ყავს, რომ ესე კომპლიმენტში არიან ერთმანეთს, ან ხო ხდება, ანუ ერთი ორგანიზმით მოშ. და ძალიან მნიშვნელოვანია. რთულია ამ ყველაფრის მიღწევა, მაგრამ მნიშვნელოვანი არის. არა, მაგიტომ ხედავთ, რომ გუნდები ხანდახან რომ გადახედავ იმაზე ფურცელზე, oh my god, სასწაულის სახელები, ხო? ეს გუნდი ოჭველი მოიგებს, უსო ვერ იგებს. ანუ რატო არ ხდება? ხა ფურცელზე კარგად ჩახარ, ძლიერი ხარ. მაგრამ ნუ იქ ბევრი ფაქტორი არის რა, რომ აი ამ ყველაფერს გათიშულები არიან თამაშისგან. ხო და ეს ორი რაღაც გითხარით, იცი, კიდე ბევრი არის, მაგრამ ნუ თავიდან ალბათ დაწყებას ხომ მნიშვნელობა აქვს რა და ალბათ ეს კომუნიკაცია და ეს ყველა მოთამაშეს სწორ ადგილას ჩასმა არის ძალიან მნიშვნელოვანი და მე უკვე პროცესი არის ყოველდღიური, რომ რაღაც და ტექნიკაზე, რაღაც ტაქტიკაზე ყველა მიცოდეს თავისი საქმე. და როგორ შეიძლება ხო ერთი რაღაცას კიდე რასაც დავამატებ, ისა მოტივაცია რა. მოტივაცია, იმიტომ რომ ეს სამსახურში ესეა, ნებისმიერ არა მარტო სპორტში, ხო, ნებისმიერ მოტივირებული თანამშრომელი რა მაგარია, ხო? გადამდები. ხო, ანუ გადაისა ეს ენერგია, ეს რა ქვია, დადებითი პოზიტივი და ასე შემდეგ და თუ არ აქვს ადამიანს მოტივაცია, ხო, მე სხვებსაც იმას შვება და აცლის ამ დადებითი ენერგიას და უარყოფითი ისიც და ასე როგორ შეიძლება რომ მოტივირებული ეს 15 მოთამაშე ყავდეს გასართლში ყოველ დღე და მოედანზე რა თქმა უნდა. ეგ არ რთული. და ალბათ იმდენად უნდა იცნობდე თითოეულს, რომ და მისი ეგოც უნდა დააკმაყოფილო, ხო, რომ ყველას ესმოდეს თავისი ძლიერი მხარე და გრძნობდეს რომ ამას ხედავენ. აი ეს ნაწილი ალბათ ხო? არა, ეგო ხო ახსენე, ანუ ეგო არის ალბათ ყველაზე ესე. აი როგორ რაც უფრო ზემოთ არის, იდეაში ქვემოთაც მინახი რაღაც ქვედა. ანუ ქვემოთ რას გულისხმობ, უფრო აი NBA მაინც წვერვალია, ხო, ხე გალბუთელისთვის და და ხო ქვედა საფეხურებსაც ასე ვთქვათ, ხო. ეგო არის საშინელი რაღაც. ანუ თუ კარგად გამოიყენე, კარგია, მაგრამ მაგასაც ცოდნა გამოყენებული ძალიან დიდი რესურსია. ზაზა, აი ჯანსაღი და არაჯანსაღი კონკურენცია. რას გულისხმობს ეს გუნდში? როგორია? როგორ გამოიყურება? მაგაზე მაგ ძალიან მაგარი მაგალითი. ორი მაგალითი მაქვს იდეაში. აი ჩოგბურთელებს რო გადახედო, ბოლო 20 წლის საუკეთესო ჩოგბურთელები იყვნენ, ხო, ეს ფედერერი, ნადალი. თუ გახსოვთ ფედერერმა თავი რო დაანება და ყველას ძალიან ვინტიროდა
მართლი ან Wimbledon იყო ინგლისში იყო რაღაც ინგლისის ტურნირი იყო რა ზუსტად არ მახსოვს მაგრამ მე ვიცი ინგლისში არ აქვს მაგას მნიშვნელობა ყველაზე ამტიროდა ნადალი ანუ წარმოიდგინე რამდენჯერ უთამაშია ერთმანეთს წინააღმდეგ ხო ამ 20-25 წლის განმავლობაში რამდენჯერ შეხვდნენ ერთმანეთს ფინალში რამდენჯერ ერთმანეთისთვის მარცხი უჩუქებიათ ხო მაგრამ ეგ არის ჩანსაღი კონკურენცია და ხშირად ინტერვიუშიც უხსენებიათ ის რომ მე გავხდი ის ვინც ვარ დღეს ანუ შენს გამო რა იმიტომ რომ შენ მაიძულე რომ ყოფილიყავი ყოველ დღე უკეთეს და უკეთეს და კიდე ერთი მაგალითი მოქვს ეს რაც ჩემ თვალწინ მოხდა იგივე Warriors-ში ეს იმ რაღაცას ყვები Warriors-ისგან ალბათ მაგიტომაც გავხდით ჩემპიონები იმ დადებით რაღაცას ყვები იმიტომ რომ იქ ხდებოდა რა სხვანაირად წარმატებას ვერ მიაღწია მე მგონი ორი საუკეთესო მოთამაშე და ორი საუკეთესო მსროლელი ჩვენ გუნდში Steph Curry და Kevin Durant ხო ყოველი ვარჯიშის მერე ესროდნენ ერთად ერთ ფარზე ჯერ ერთი ესროდა 25 ანუ 5 წერტილი და 5 სროლა სულ 25 სამქულიანი და იმდენ მაგარი მსროლელები იყვნენ ხშირად მინახავს 25 და 24 ჩაიგდო სამქულიანი ანუ ერთი ვერ აიცილებინათ ხო და მეორე უყურებდა და მეორე მიდიოდა ტრამტრეზე რა 25 რო ესროლა მიუხედავად იმისა გუნდელები იყვნენ იცი რა გუნდურ სპორტს რო თამაშობ ხარ ძალიან ის აზარტული ხო ანუ მე ძალიან ანუ რა ვიცი სპორტი ეგ აზარტი არის ხო და ძალიან აზარტულები არიან თვითონაც ერთის და მეორეს და მიუხედავად იმისა გუნდელები არიან უნდოდა რომ მოეგო იცი რა საბოლოო ჯამში ეს იგოს თემაც არის რომ ვინ არის საუკეთესო მსროლელი ხო და რომ მოეგო ყველა უნდა ჩაიგდო აი ეს არის ჯანსაღი კონკურენცია და ხშირად მინახავს აი ვარდან 2 წლის განმავლობაში აი უამრავი ვარჯიში გქონია 2 წლის განმავლობაში ხშირად მინახავს რომ 25 და 25 ჩაიგდო მეორეს ანუ პერფექტ უნდა ყოფილიყავი ხო ხტები ანუ შეუცდომელი ხო 100%-იანი უნდა ყოფილიყავი ანუ ეს კონკურენცია გააიძულებდა ერთმანეთს რომ ანუ არ ხო მოშებული არ ყოფილიყავი და 100%-იანი შედეგი უნდა დაგედო რომ მოგიგო თუ ვერ დადებდი, მაშინ წააგებდი და წაგება არ უყვარდა არც ეს და არც მეორეს, გუნდელები იყვნენ, მაგრამ მე რა ერთმანეთს აი ესე pushing-ს უკეთებდნენ. წარმოგიდგენთ, ეს თან ხდება ყოველ დღე, ის კი არა რაღაც თვეში ერთხელ. ყოველ დღე, ყოველი ვარჯიშის მერე ის რონენ ესენი სამკულიანებს. აი ეს იყო ყველაზე ლამაზი რაღაცა, აი რაც დასამახსოვრებელი, იცი? ორი საუკეთესო მოთამაშე, აი ეს ერთმანეთს როგორც ჯანსაღი კონკურენციის ხო? ამოტივირებდნენ. მაგალითი, სუპერ. საზა, თქვენს აკადემიაზე რომ ისაუბროთ. აი თქვენ თქვით რომ მე პასუხისმგებლობას ვიღებ იქ იმაზე რაც ჩემთან ხდება და რა არის ის მთავარი ღირებულებები, რასაც თქვენ ბავშვებს და მოზარდებს გადასცემთ? თავიდან ალბათ 10-15 წლის წინ რომ ფიქრობდი დავიწყე ამაზე იყო რომ ცია უბრალოდ გამეზიარებინა ჩემი გამოცდილება რო არა კალბურთი მე აქ არ ვიჯდებოდი თაკაში დარწმუნებული ვარ და საერთოდ სად ვიჯდებოდი არ ვიცი და ეს ვიქნებოდი თუ არ არც ეგ არ ვიცი იმიტომ რომ საკმაოდ რთული პერიოდი იყო ნამდვილად რომ ვიზრდებოდი ესე ვთქვა ალბათ ცხოვრება ყველაფერი ანუ რაც კი გამოჩნდა კალბურთის დამსახურება არის ნამდვილად ასე რომ პირველი ინსპირაცია ჩემთვის мотиваცია იყო ის რომ აი გამეზიარებინა ჩემი გამოცდილება მომავალ თაობებისთვის, ბავშვებისთვის, გოგოებისთვის და ბიჭებისთვის და იქნებ ვიღაცას გაემო ან უკეთესი შედეგი ეჩვენებინა, ან უკეთესი კარიერა ქონოდა. ან თუნდაც პროფესიონალ კალაბურთი ეთამაშა. მაგრამ ესენი გინდა არ გინდა მაინც ლიმიტირებულია ხარ. წარმოგიდგენე 1000 ბავშვიდან ხო? ახლა 1000-დან 100-ს ვერ მოხდება NBA-ში, ანუ ერთ დროულად, ხო? არ არსებობს, იმიტომ 450 მოთამაშეა. მაგრამ მასა მაინც იღებს იმ ღირებულებებს, რაც მე ხშირად მისაუბრი არის და რაც შეუცვლელია იდეაში, ხო? ეს არის
ჯანსაღი ცხოვრება, ეს არის შრომა, ეს არის დისციპლინა, ეს არის სწორი განწყობილების მიღება, ეს არის ლიდერშიპი, ეს არის გუნდურობა, ხო, ანუ ბევრი ღირებულება არის და მე ყოველთვის მშობლებს მაგას ვეუბნები, რომ ეს ღირებულებები წარმოიდგინე ამ ბავშვმა, რომ ისწავლოს და მართლა თავისი გახდეს, იცი, რა ის შინაგანად გზნობდეს ამ ღირებულებას. სადაც არ უნდა წახვიდე მე, ხო, არ აქვს მნიშვნელობა. რომელ სფეროშიც არ უნდა წახვიდე, გამოგადგება. გჭირდება. რასაც ხელი არ უნდა მოგირო. და მე ამის ჯერა. ჩემი შვილებიც აი მართლა, ჩემი შვილებს 4-ვე სპორტზე დადიან ზუსტად ამიტომ. აი მაგალითად ერთ-ერთს ბოლო ესე ვთქვათ გაკვეთილი რაც მიიღო და რაც ისწავლა სულ ბოლოს, იმიტომ რომ ქონდა თროლთან საუბარი, თუ როგორ უნდა იყოს ლიდერი, არა საუბრით, არა თავისი ქცევით როგორ უნდა იყოს ლიდერი. მარტო ლაპარაკი რო არ არის, იცი, ლიდერობა არის, რომ შენ საქციელით ანახოს ხვევს და უბიძგო დადებითისკენ, უბიძგო რაღაც წინო გადადგა ნაბიჯი, უფრო სწრაფად უფრო მოინდომონ. შენი საქციელი. და მაგაზე ქონდა საუბარი. აი სპორტ, მე არ ვიცი ჩემი შვილები მაღალ, ანუ დიდ ალბათ ხო, ითამაშებენ თუნდაც პატარები არიან, ხო, თინეიჯერები არიან, მაგრამ იმაში დარწმუნებული ვარ, რომ სამაგალითოდ მოქცევა რამდენად მნიშვნელოვანია, ეგ ეცოდინებათ. ასე რომ ავიცი როგორც მშობელი ძალიან ბედნიერი ვარ, რომ სპორტი ამას გასწავლის რა. რაღაცნაირად დასრულები ვართ ხოლმე უფრო ორიენტირებულები და კონცენტრირებულები შედეგზე. აი, აქ თუ ივლის რას მიიღებს? აი, რაღაც კონკრეტულ შედეგზე ვთქვათ, ხო? მაგრამ იმ პროცესში, როცა აი ამ გზას გადის, აი იმ კომპეტენციებს, რომელსაც წამოიღებს და განაზოგადებს და გადაიტანს თავის ცხოვრებაში, ხო, იგივე გუნდურობა, რამდენად დეფიციტურია შემიძლია ვთქვა, ხო? აი რაღაცნაირად არ ვიცი ეს ქართულია, თუ ეს რაღაც ძალიან წამოსული ეგო ხანდახან მithქვობს, რომ აი ჩვენი კულტურის ნაწილიც არის და ცეკვაშიც ძალიან კარგად ვლინდება, რომ ყველა სოლო გვინდა. ხო, აი ეს რაღაცა გუნდურობა, რომ როგორც ღირებულება, ხო, რომ აი აღარ მახსოვს ეს აფრიკული სიბრძნეა, მე მგონი თუ გინდა მიხვიდეს სწრაფად წადი მარტო და თუ გინდა წახვიდე შორს წადი ერთად, ხო? ხო, აი ეს ღირებულება რომ გამოატანო და ამას აცნობიერებდეს და ამას გრძნობდეს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, აბსოლუტურად ყველა სფეროში გამოადგება, ხო? აი წეგან თქვენ აღნიშნეთ, რომ არომარა კალათბურთი არ ვიცი სად ვიქნებოდი და მე გამახსენდა რამოდენიმე ბავშვი ახლა რომლებსაც იმდენად აიდენტიფიცირებდნენ საკუთარ თავს კალათბურთთან, რომ გულწრფელად მე როგორც ფსიქოლოგს ცოტათი მეშინოდა. აი მაგალითად, ყველაფერი ხო კალათბურთთან იყო დაკავშირებული და პირობითად აი რა არის შენი საყვარელი ფერი და ბავშვი მეუბნება რომ სტაფილოსფერია, იმიტომ რომ კალათბურთის ბურთიც სტაფილოსფერია. ხო და აი ეს ნაწილი რომ კი ბატონო ბოლომდე მთელი ენერგიით, მთელი ძალისხმევით და მოტივაციით კი, მაგრამ მეშინია რომ აი რაღაცა მარცხი რომელსაც შეიძლება ვერ გაუმკლავდეს, მე ეს მთლიანად არ ჩამოიშალოს, იმიტომ რომ საკუთარი იდენტობის აღქმა აქვს მხოლოდ ამით და მე ხარს უჭერ რომ სხვა სფეროებშიც იყოს, შეიძლება ზუსტად იგივე მოტივაციით არა, მაგრამ სხვა ნაწილშიც გრძნობდეს თავის კომპეტენციას. აი თქვენ ხშირად საუბრობთ იმაზე, რომ სპორტის გარდა სპორტსმენი უნდა იყოს ინტელექტუალურიც. ხო, აი შეიძლება არ აღმოვჩნდე მე იმ ადგილზე, სადაც მინდოდა და რაზეც ოცნებობდი, მაგრამ აღმოვჩნდე რაღაცა ძალიან კარგ სფეროში. იგივე მოტივაციით თუნდაც არა. ხო, აი თუნდაც ითამაშო სპორტი. რაღაც ანუ რაღაცა ეტაპამდე. ვიცი, ჩემი გუნდელები მეძახდნენ ვეტერანს, მაგრამ 35 წლის ვიყავი, რომ დავავნებე თავი და შესაბამისად ეს ინტელექტი გჭირდება, იმიტომ რომ ჯერ კიდე ძალიან იმედი მაქვს, ძალიან დიდი წლები გაქვს, ასე ვთქვათ. გასავლელი. იმ წარმატებებთან, როგორც ის ძირითადად მე ესე უყურებ, რა თუნდაც ის მატერიალური მხარე, ხო, ანუ ეს რაც security, რაც აიღე, ხო, ეს სამშინ კარიერის განმავლობაში. ყველაფერს იმას ხო სწორედ გამოყენება უნდა. ან სახელს ხო სწორი გამოყენება უნდა. ან გამოცდილებას ხო სწორი, ან ბავშვი ხო, ან ბევრი მიზეზია და ფაქტორია იმის, რომ ინტელექტი ამდენად მნიშვნელოვანია. და განსაკუთრებით იცი რომ მარტო კარიერის მერე კი არ თვითონ კარიერის განმავლობაში მე მაგითო ვიძახი რომ ალბათ იმდენად სწრაფი გახდა დღეს, ეს სწრაფი განაცხადების მიღება იმდენად კრიტიკული არის დღეს. ამას სჭირდება ინტელექტი. არავინ არ მოგცემს დროს იმისთვის, რომ
მოდი მე ვიფიქრებ ეხლა რა გავაკეთო და იმას გავაკეთებ. არა, უკვე დამთავრებულია თამაში, ასე რომ ინტელექტი ადრე მე ჩემ დროს, ჩემ ბავშვობაში უფრო ფიზიკური ის იყო რა ხო, ანუ სიძლიერე და ემოციური მე ხო, და ეხლა ერთნაირად არის რა, ანუ ინტელექტი და ემოციური IQ ხო, ანუ ერთნაირად მნიშვნელოვანი. კი ბატონო. და თუნდაც ის რომ ნებისმიერი უკავშირი არ მიიღო პირდაპირ, ხო შეიძლება რომ გაფილტრო და დაგეხმაროს შენი ინტელექტი ამაში, ხო, ანუ როგორც რესურსი, რომ შენ რაღაცები არ მიიწევო ავტომატურად, იმიტომ რომ მახსენდება ერთი შემთხვევა, ჩვენ აქ აზროვნების აკადემიაში გვაქვს ლიტერატურის შეხვედრებიც და არიან კარგი მკითხველები, არიან საშუალო, ანუ არ კითხულობენ და მახსოვს შემთხვევა, როდესაც მშობელმა გამიზიარა გამოცდილება, რომ მწვრთნელის გავლენით კითხულობდნენ ბავშვები, ანუ მწვრთნელი იყო მათთვის იმდენად ავტორიტეტი, რომ აი რასაც ის ეტყოდა, ამბობდა, რომ ვინც არ კითხულობს, მე არ მჭირდება ესეთი სპორტსმენი, მე მინდა რომ თქვენ იყოთ ჭკვიანები, ნაკითხი და ის რასაც თავაზობდა, ბავშვები კითხულობდნენ, ანუ მათთვის იმდენად ავტორიტეტი იყო. ასევე მინდა შევეხოთ გარემოს გავლენას, ახლა თქვენ მწვრთნელზეც ისაუბრეთ და მინდა რომ ოჯახის მხარდაჭერაზე ვისაუბროთ, ხო? შეხვედრაზე ერთ-ერთმა მონაწილემ მოზარდმა გააზიარა, რომ როდესაც ესეთი კითხვა იყო, აი რას შეცვლიდი, რომ შეიგეძლოს, რას შეცვლიდი, გააზიარა, რომ შევცვლიდი იმ დღეს, როდესაც კალათში ბურთი ვერ ჩავაგდე, იმიტომ რომ მამა ერთი კვირა არ მესაუბრებოდა. ხო? აი როგორი უნდა იყოს ოჯახის მხარდაჭერა და ის სად არის ის ზღვარი, რომ არც ძალიან რბილი იყოს ეს მიდგომა და არც ძალიან ხისტი. თქვენ მითხარით, რომ მაგ ბალანსის ძიებაში ვარ, ალბათ. ნუ რა თქმა უნდა, რაღაც მაქვს ჩემი მიდგომა, მე და თიკას, ხო, რაღაც გვაქვს ახლა მშობლებს. მაგრამ მაგის ფიქში ვარ ყოველდღე, ეს ბალანსი არ დავარღვიო. რომ ანუ როდის და მაგიტომაც არის რომ ეს განსაკუთრებით ეს პერიოდი, ეს თინეიჯერის პერიოდი, რა მაქსიმალურად ვცდილობ რომ დიდი დრო გავატარო მათთან, რომ რაღაც არ გამომჩეს. იმიტომ რაღაც უკავშირი ჩემგან რომ წავიდეს, ხო, და თუმე სულ სხვა რაღაცა ხდება და მე სხვანაირი მე ხო ხდება მაშინ კარგავ დობასაც და ძალას და ყველაფერს და ასე რომ მაგიტომაც ვცდილობ ყოველთვის ვცდილობ რომ მე დიდი დრო გავატარო ვიცოდე რა ხდება და მაგის მიხედვით დავეხმარო მათ. დიახ. რთულია, იცი რა არის? ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა და შეცდომა ჩემი აზრით, რაცაც მშობლები უშვებთ, არის რეალობას თვალებში არ უყურებთ. რეალობას თვალებში არ უყურებთ. ეგ არის ყველაზე დიდი შეცდომა ჩემი აზრით და მაშინ ხოც ეს დომინო ეფექტს ეძახიან ამერიკაში რა ესე ხოც პირველ დომინოს რო წააქცევდა რომ მიყვევა ყველა ეს და ასე რომ ჩემი გადმოსახედიდან ძალიან მნიშვნელოვანია რომ ზუსტად იცოდე სად ხარ, ზუსტად იცოდე რა არის შენს წინ, ხო, ანუ რასთან გაქვს საქმე. არ შეიძლება რომ ბავშვს პოტენციალი ქონდეს აქ და მოლოდინი ანუ არ შეიძლება ეს. ეს ძალიან სტრეს ანიჭება. ან ავიც თქვენ უკეთესად იცით ახლა, რა თქმა უნდა, თქვენი. მაგრამ მე ყოველ შემთხვევაში ძალიან მაინტერესებს ფსიქოლოგი მნიშვნელოვანი არის, მაგით მეც გამიმართლა იმაში, რომ 16 წლიდან მუშაობ ფსიქოლოგთან. იმდენი დეტალი არის, იმდენი რაღაც ვისწავლე. ელემენტო ერთ-ერთი ჩემს ძალიან მიყვარს ამ მაგალითის მოყვანა. კარიერო თავიდან რომ დავანებე, ჩემმა მენტორმა, რომელიც აგრეთვე ძალიან მაგარი ფსიქოლოგი არის, ერთი კითხვა დამისვა. რა გინდა, ანუ რას გინდა მიაღწიო ამის შემდეგ, ანუ შემდეგ ეტაპზე. ოჯახზე იყო საუბარი. მე პირველ რიგში მინდა რომ ჩემი შვილები იყვნენ ბედნიერები მეთქი. და ესეთი რაღაც მითხრა, რომ ეს ბედნიერება იწყება შენგან. ანუ თუ შენ მშობელი ცხოვრობ ბედნიერად, ასე რა ხასიათი გაქვს, ისინიც იგივეს გააკეთებენ. და კიდე ერთი რაღაც, რაც აი იმდენად ელემენტარული იყო, მაგრამ ბევრის თქმელი. მეთქი, ან ჩემ ბიჭები კალაპოს თამაშობენ, მაგრამ ესე
გძნობ, რომ ჩრდილში არის, ან ჩემს ზაზას ჩრდილში არიან. და ესე რაღაცა მითხრა, რომ დღესვე დაიწყე მათი გაცნობა, როცა შეშულებს აცნობ, როგორც ის კი არა, ესენი არიან ჩემი შვილები. მე ვარ მათი მამა. და რატო? როცა მათზე საუბრობ, მათი მამა ეს იმათ აყენებ პრიორიტეტად. დიახ. და როცა ჩემი შვილები, იძახი რომ ჩემი შვილები არიან, მაშინ შენ თავს აყენებ. ხო, აი ელემენტარული, ხო, მაგრამ უცბად აი ხო, არა, ეს მოქმე, ეს ისა წარმატება ხო პატარა დეტალებისგან შედგება რა. შეიძლება ამან რაღაც არ შეცვალოს ის, მაგრამ ეს არის ზუსტად წარმატების ის პატარა ელემენტი, აი ეს ფაზლის პატარა ნაწილი რა, რომელსაც ერთმანეთში იმოშვებია. და ასე რომ ძალიან მაგრები ხართ ფსიქოლოგები და მადლობა რომ არსებობთ ასე თქვა. ერთმა ძალიან ჭკვიანმა ადამიანმა თქვა, რომ ბავშვთან კომუნიკაცია და იგივე ეს ნდობა და ყველა ინდივიდია ძალიან რთულია ალბათ განსაკუთრებით გუნდში. მუშაობა, იმიტომ რომ გონია რომ რაღაც ერთი სტრატეგია შეიმუშავა ვიღაცისთვის, ვიღაცაზე ეს დადებითად მოქმედებს და ვიღაცაზე არ მოქმედებს დადებითად. და მათთვის ჩვენ კი ვამბობთ, რომ თუნდაც ჩვენი შვილები რაღაცნაირად ესე ვფიქრობთ, რომ ხო ერთი გარემო გვაქვს ყველასთვის შექმნილი, მაგრამ მათ რომ მკითხო სხვადასხვა გარემოში არიან, ერთისთვის ეს ძალიან კარგი გარემოა, მეორესთვის წნეხია, ხო? და შეადარა ესეთი მეტაფორა მოიყვანა და ძალიან მომწონს, აი როგორც ხელში საპონი. მოუჭერ და გაგისხლტება და მოადუნებ და გაგისხლტება. აი როგორ უნდა დაიჭირო, შენ უკეთესად იცი, ხო, აი შენ შვილთან კონტაქტი რო გაქვს ყოველდღიური, ნდობაზე დაფუძნებული. თქვენ ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნეთ, რომ ძალიან დიდ წნეხს გადის დღეს სპორტსმენი. აი რა არის ის ძირითადი, თუნდაც ფიზიკური, ემოციური, სამოტივაციო, რა წნეხს გადის სპორტსმენი? ორივე, ფიზიკურიც, ემოციურიც. ალბათ ამოდემი კითხვის წინ, ანუ რაც პასუხი გავიცი ადრე უფრო ფიზიკური მონაცემი უფრო მნიშვნელოვანი იყო და დღეს ფიზიკურის და ემოციურიც ანუ ორივე გჭირდება, ფსიქოლოგიური. ფსიქოლოგი როთო ძლიერი იყო. და დღეს ისეთ სამყაროში ვცხოვრობთ რა, ეს განსაკუთრებით ინტერნეტი, სოციომედია ყველა შეუძლია თქვას ის რაც უნდა არასდროს შეიძლება გადამოწმებულია სწორი არ არის სწორი. შენ არ იცი მე რა გუში რა მჭირდა თელი ღამე საავტობუსში ვიყავი რაღაც სიცხე. ნუ ხო ხტები უამრავი რაღაც ადამიანები ვართ რა. არავის არ აინტერესებს ეგ ფაქტორი და ასე რომ რთულია ეს ყველაფერი. იცი რა ხშირად ფიქრობ ხოლმე ამაზე. ეხლა ჩვენ დროს მე რო ვიზრდებოდი, ხო დასაკმაოდ ეს უფრო სიმკაცრე იყო ესე ვთქვათ რა. თითქოს ეს თაობა კაცრი იქნები თუ არა, ეგრევე ან ტილს იწყებენ ან არ ვიცი მაგაზე ძალიან მიჭირს შევეგუო იმას და ვერ ვეგუები, პირდაპირ მე ვიზახი. მე არ შემიძლია რაღაც ახალი მეთოდებით, იცი რა ბალანსი ჭირდება ყველაფერს. ანუ როცა საჭიროა სიმკაცრე, უნდა იყოს მკაცრი. როცა საჭიროა რაღაც საუბარი კონდეს, უნდა ესაუბრო. როცა საჭიროა მოეფერო, უნდა მოეფერო. ეს ბალანსი, ანუ მოძებნა ძალიან რთული არის. აი მართლა ვიღვიძებ მაგაზე ფიქრით, რომ რაღაც არ გამომრჩეს, ან რაღაც არ გადავაჭარბო, ან პირიქით დავაკლო. და რო ვიცინებ კიდე მაგაზე მეფიქრება რა და რა ვიცი ალბათ მშობლის ისეც ეს არის ხო აგეთომ არის არ არის მარტივი მშობლობა ანუ რო იყოს მშობელი ხო მაგრამ ერთ რაღაცაში ვარ დარწმუნებული რომ ცხოვრება არ არის მარტივი წარმატების მიღწევა არ არის მარტივი და ადამიანს თუ არ აქვს ძლიერი ხასიათი და თუ არ აქვს ის ხასიათი რომ მე ყველანაირ გამოწვევას შევერკინები ესე ვთქვათ და მოუძებნი გამოსავალს ხო როგორ გადავწყვიტო ეს პრობლემა კონკრეტული პრობლემა ძალიან რთული იქნება წარმატების მიღწევა და ასე რომ მენათ იქაც ყოველ შემთხვევაში ამ მენტალიტეტით ზრდით ბავშვებს რომ იცი რა რთული ვიცი რომ რთულია მაგას იმას არ ნიშნავს რომ შეუძლებელია უბრალოდ რთულია
ეს უკვე შენ ხელში ამ სირთულეს როგორ მოძებნი, რა გამოსავალს მოძებნი, როგორ მივიღებ და executions როგორ გააკეთებ და როგორ გადალახავ ამ სირთულეს. აბა თავიდან არის 1-2 და მე უკვე სწავლობ ადამიანი, მე უკვე იცი და პირიქით ამ სირთულეს ეგებები ღიმილით, უკვე იმიტომ რომ იმდენად გააკეთეს თვითდაჯერებულობა, რომ იცი რა უნდა გააკეთო. აი თქვენ თქვით რომ რაღაცები არის, რასაც ვერ ვეგვები. აი ახალ თაობაში თუ არის რაღაცები, გასაგებია რომ ხა ჩემი დროის თაობა და თქვენი დროის თაობა და ეს თაობა განსხვავდება, ხო? აი განსაკუთრებით წარმატებული მშობლების შფოთვა მოდის ამაზე, რომ ყველაფერი არ დავუკმაყოფილო, ხო? იმიტომ რომ ვაცნობიერებთ, რომ ოცნება ახდენილი ადამიანზე უბედური არავინ არ არის, ხო? ან თუ კი დავიბადე იმით, რომ აღარ დამრჩა არც ერთი ოცნება, არანაირი мотиваციაც არ მაქვს. ხო, აი როგორ ახერხებთ აი ამის ბალანსს თუნდაც, რომ დარჩეს მათ ოცნება თქვენ შვილებს? არ ვიცი, არ მაქვს პასუხი ამაზე. თუმცა ესეც ერთ-ერთი ნიშნულოვანი, ასე ვთქვათ, დეტალია, რაზეც უკვე ფიქრება, იცით, ახალს ვერაფერს ვერ თავმატებ, ადამიანი ვისაც არ აქვს აი ეს ოცნება, ხო, და ცოდვა ეს ადამიანი თუ არ გაქვს ოცნება. და ასე რომ არის რაღაცეები, რასაც იმოშვებით სახში რაღაცებს ვაკეთებ, რაღაც მიზნებს ვსახავთ ყოველთვიურად, ყოველწლიურად გვაქვს მიზნები და ვახსენებთ ხოლმე ერთმანეთს, ბავშვებს ვახსენებთ ერთმანეთს, რომ ცირა აი გახსოვს, აი ჩვენ ვისაუბრეთ ამაზე. მაგრამ ხო არის რაღაც, ანუ ერთ რასაც დავამატებდი, უფრო კონკრეტიკისკენ რომ წავიდე რა. ვცდილობთ, რომ აი სამ რაღაცაზე ვისაუბროთ. აი წელს ჩვენი მიზანი არის A, B, G, ხო, ანუ ABC, როგორც კიდეს არის 1 2 3. აი ამაზე ვიფიქროთ და მოდი სხვა რაღაცებს თავი დავანებოთ. აი ამ კონკრეტულ რაღაცაზე ვიფიქროთ. ეს არის ჩვენი მიზანი. სექტემბერში იწყება, აგვისტოში უფრო სკოლა იწყება, ვარჯიშები იწყება, წლის ბოლოს, ანუ ივნისი, როცა სეზონი უმთავრდება, სკოლა უმთავრდება. აი დღეს თუ ვართ აქ, ჩვენი მიზანია ამ სამ რაღაცაში ვიყოთ იქ. და არა თქვათ 10, იმიტომ რომ ხო ხდება უფრო კომპლექსური ხდება მე რა და იმ რაღაცა გავიწყდება სამი რაღაცა, ჯერ პატარები არიან თან. ყოველ წელს თუ ეს რაღაც სამ მიამატებ, ხო? მე როგორ დროთა განმავლობაში ხა იმის ულზი არ მაქვს, რაღაც უცბად ერთ დღეში და ერთ წელიწადში მაიკლ ჯორდანები გახდნენ, ხო? და შესაბამისად, ხო, თუ ეს სამი უფრო მარტივი სამართავი არის, არ არის ძალიან ბევრი და აი ესეთი მიდგომა გვაქვს რა, ასე რომ мотиваცია, მიზანი, ყოველთვის უნდა ქონდეს ადამიანს რაღაცის მიზანი. დავუბრუნდეთ თქვენი აკადემიის ბავშვებს და რა სამოტივაციო მექანიზმებს იყენებთ თუნდაც, როდესაც აი რაღაცა კონკრეტული შედეგი არ დგას. აი როგორ უნდა შეუნარჩუნოთ ბავშვს мотиваცია, როცა რაღაცა დროის განმავლობაში კონკრეტული შედეგები არ აქვს. იცი და მე ვფიქრობ ჩვენ მწვრთნელები კარგ საქმეს აკეთებენ და სწორად უდგებიან ერთ რაღაცას, რომ როცა ბავშვი წარმატებას აღწევს, ხო, ან ინდივიდუალურად, ყოველთვის აყვავს ზემოთ, ანუ უფრო სასაკში. ვფიქრობ ეს мотиваციის ერთ-ერთი ნაწილი არის. ჩვენ ყველაფერი პირობას უქმნით მათ იმისთვის, რომ ძალიან მაგარ პირობებში შეეძლოთ ვარჯიშები, სუფთა გარემო, სუსტად იგივე ხარისხი, რაც ხარ ევროპაში არის ან ამერიკაში, ხო, ყველა, ანუ ინფრასტრუქტურულად ზოგადად. აგრეთვე პროფესიონალური მწვრთნელები ყავს, ყოველ წელს ყავს რამოდენიმე უცხოელი მწვრთნელი, აგრეთვე გადიან საზღვარგარეთ იქ თამაშობენ ტურნირებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან კარგი არის განსაკუთრებით ადრეულ ასაკში. ასე არის რაღაცეები, რასაც ვფიქრობ, რომ мотиваციას აძლევს ბავშვებს. მაგრამ კიდევ ვიძახი, ანუ ძალიან სწორად აღნიშნე თქვენ, ბავშვი დარბაზში რამდენ დროს ატარებს? 2 საათი, 3 საათი, 4 საათი ვთქვათ, ხო? დანარჩენი 20 საათი სახშია. ასე რომ ეს არ არის, რომ მაინც ეს აკადემიის ის იყოს, ანუ ძალიან სწორად თქვით, რომ ოჯახის ფაქტორი არის ძალიან ძალიან დიდი. დიახ.
აი ჩვენ ვეუბნებით, რომ მე პირადად ყოველთვის ვეუბნები მშობელს, რომ წიგნის კითხვის გამო არ დააჯილდოვა ბავშვი. არსებობს ესეთი თუ მაშინ და ეხლა როცა ჯილდოები, აი ამას თუ წაიკითხავ, რაღაცას მიიღებ. ანუ თუ კი ესე ვთავაზობ რაღაცას, თქვა ამდენს თუ ივარჯიშებ, შენ მიიღებ რაღაცა ველოსიპედს. ხო, ეს შეიძლება გაუცნობიერებლად ქმნის წარმოდგენას, რომ რაღაცა ეს არის, რაღაცა ძალისხმევა, რომელიც არც ისე კარგია, იმიტომ რომ რატომ თავაზობენ ჯილდოს. ხო, მაგრამ არის მოულოდნელი ჯილდოს ეფექტი, რომ აი ეხლა შენ რომ ეს წელი ესე დაასრულე, მე მინდა რომ რაღაცა სურპრიზი გავაკეთო შენთვის. ხო, აი მოულოდნელად არ ველოდები და ეს რაღაცა კიდევ უფრო მამოტივირებს, რომ შემდეგი წელი უკეთესი მქონდეს. ხო? აი ესეთ სქემას ვთავაზობთ მშობლებს, რომ არ დააჯილდოვოთ წიგნის წაკითხვის დროს, იმიტომ რომ ავტომატურად ეუბნები, რომ ეს რაღაცა ყოჩახ შენეს როგორ წაი. ეს თუ მე ვერ გავიაზრე, რომ ეს სარგებელია ჩემთვის და თვითონ რომ ეს შევიმეცნე და რაღაცნაირად გავმდიდრდი, რომ ვივარჯიშე და რომ რაღაცა დისციპლინა მაქვს და რომ გუნდური ვარ და უბრალოდ კარგად გამოვიყურები და ჯანსაღი ვარ, ეს თუ მე არ გავაცნობიერე, რომ უკვე სარგებელია და ამის გამო კიდე ჯილდოს მაძლევ. მთელი ჩემი აქცენტი გადადის ჯილდოზე. აბა რას მივიღებ თუ მე ხლა 4 საათი დარბაზში ვიმუშავებ. აი თქვენთან თუ არის რაიმე მექანიზმი გარდა განვითარების გზის. აი მე ჯილდოები თუ აქვთ, თუნდაც მშობლების მხრიდან. არ ვიცი რამაზე მართლა არ მიფიქრია, ეს ახალია და აუცილებლად ვიფიქრებ ამაზე. არ მაქვს პასუხი. თუმცა მე ზოგადად როგორი ისავალ, იცი, როგორი ხასიათი მქონდა ყოველთვის self-motivated, ანუ ქართულად როგორ შეიძლება გადავთარგმნო, ანუ ჩემ თავში პოულობდი მოტივაციას, ყოველთვის. შინაგანი მოტივაცია. ანუ ჯილდო, არ ვიცი, რაზე ზოგადად ხო ხდება, ანუ არაფერს მოლოდინია მქონე, მე ვიცოდი ერთი რაღაცა, რომ ვარჯიში რამდენად მნიშვნელოვანი იყო. მე ვიცოდი ეს რამდენად მნიშვნელოვანია, რომ რაღაც პროგრესი გაიცადო, უკეთესი იყო. მიზანი მქონდა ყოველთვის და მიზნისკენ მივდიოდი. თუნდა წავსულიყავი სწრაფი ტემპით, იმიტომ რომ დიდი კონკურენცია არის, იცი? და ჯილდო არის ის, რომ დღეს რო გადავხედო ჩემს კარიერას 16 წლიანი NBA-ის კარიერა, 1098 NBA-ის თამაში, ორჯერ ჩემპიონი. ცუდი არ არის. გარდა მშობლისა, გარდა მწვრთნელებისა, თუ იყო ვინმე, ვინც თქვენთვის იყო განსაკუთრებული ავტორიტეტი, რომელიც გაძლევდათ რაღაცა ენერგიას, ხო, აი როგორი ძლიერი შინაგანი მოტივაციაც არ უნდა გქონდეს ადამიანს, ალბათ განვითარების სხვადასხვა ეტაპზე დგება აი იმედგაცრუება. ვერ დამინახეს, ვერ დამაფასეს, არ გამომივიდა, მხარი არ დამიჭირეს, არის რაღაც ჩავარდნები ალბათ, ხო, ეს მოტივაციაც ხანდახან მერყეობს, მათ შორის შინაგანი მოტივაციაც. აი გარდა იმ მწვრთნელისა, რომელიც თქვენ აღნიშნეთ და თქვენი მხარდამჭერი, რომელსაც ფსიქოგანაცვლებაც ჰქონდა და ძალიან ძლიერი უკავშირიც. თუ იყო ვინმე, თუნდაც არასპორტსმენი, რომელიც თქვენთვის იყო რაღაც სამოტივაციო, მისი ფრაზა, მისი ციტატა. ეს ერთი კონკრეტული ადამიანი მართლა არასდროს არ მყოლია. მუსიკაშიც ესე ვარ. აი არ არის ერთი რაღაც კონკრეტული რაღაც ბენდი ან მომღერალი, ვინც მიყვარდეს. უბრალოდ მიქსი მიყვარს, ასე ვთქვათ. შეიძლება რომ რაღაც გარკვეული ალბომიდან ერთი სიმღერა მომეწონოს, მეორე ალბომიდან 3 და ასე შემდეგ. აი ესე ვიყავით ხო, ესეც იყო ჩემი ცხოვრება, როცა საუბრობ რაღაც ამ შობლის გარდა ეს კუმირი ასე თქვა არ ყოლია ეცი. მაგრამ მომწონდა აი მაგალითად ეხა დღევანდელი გამოსახედიდან ხო? არიან რაღაც ბიზნესმენები, არიან რაღაც ანტრეპრენერები, ვის ინტერვიუსაც უსმენ. ვის ციტატებსაც ვკითხულობ, ვიმახსოვრებ. მომწონს, ზოგი არ მომწონს. ასე რომ მე ფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია რაღაც open-minded იყო, იცი რაღაც ატო არ იყო ერთი მოზიცა, ერთ ვიღაცაზე ჩაციკლული. ზოგადად მე ერთი რაღაცის მომხრევა ეს common sense ქართულად არის აი საღი აღძროვნება. საღი აზრი, ხო?
აი თითქოს აი შუიდან რო იმას ქნა, ეს შუიდან რო უყურო, აი არც მარცხნივ იყო და არც მარჯვნივ, ეს შუიდან შუაში იყო და აი სწორი გადაწყვეტილება იყო და აი სააღი აზროვნება, ხო, მადლობა. აი ეს არის მე ამის მომხრე ვარ, იცი? იმიტომ ყველას აქვს დადებითი, ყველას აქვს უარყოფითი. საბოლოო ჯამში შენი კარიერა, შენი ცხოვრება იქნება წარმატებული თუ მიიღებს სწორ გადაწყვეტილებებს იმ მნიშვნელოვან მომენტებში, რაც იდეაში შეგიცვლის ცხოვრებას და ასე რომ სააღი აზრი მნიშვნელოვანია. რას ურჩევდით იმ ბავშვებს, ან იმ მოზარდებს, რომლებიც ეხლა გეგმავენ, რომ საკუთარი თავი, საკუთარი პროფესია ან არჩევანი დაუკავშირონ კალათბურთს? აუცილებლად ალბათ რაც თავში ან ჩვენ საუბრის დასაწყისში აღნიშნე, რომ აი სიყვარული. თუ არ გიყვარს სხვა რაღაც მოძებნე. და არ გაჩერდეს სანამ არ იპოვი იმ რაღაცას, რაც შენია, რაც იგრძნობს, რა საკუთარ თავს ეტყვი, რომ იცი ამე შემიძლია ამ სფეროში ვიყო მთელი ჩემი ცხოვრება და არ მომბეზრდება არასდროს. და რის გამოც ყველაფერს გააკეთებ. ეს არის ყველაფრის დასაწყისი და დასაწყისიდან მერე უკვე დროთა განმავლობაში უკვე სხვა რაღაცებიც მოდის, მაგრამ ამის გარეშე არ მჯერა არც ერთი კარიერის. რას ურჩევდით მშობლებს და მწვრთნელებს? ტრენერებს. ხო, ტრენერებს ურჩევდი იმას, რომ ჩვენთან სულ მაგაზე ვსაუბრობთ და სულ ვახსენებთ ხოლმე ერთმანეთს. ნამდვილად მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო საქმე და საქმე არის მწვრთნელობა, იცი, იმიტომ რომ წარმოიდგინე მე რო არ ყოლ და კარგი მწვრთნელი თავიდანვე. და აი ეს დღევანდელი აღმოსახედიდან ვიცახი რა, რომ ეს რო ამასთვის რო არ მიმიღწია. იმიტომ რომ ცუდი მწვრთნელი ყავდა, არასორი მწვრთნელი ყავდა. ამ ხელს საცოდაობა არის, ხო? და ასე რომ ჩვენ ხშირად ვახსენებთ ხოლმე მწვრთნელებს, რომ ხელა პასუხისმგებლობა აქვს მაგ ბავშვების მიმართ. მათ კარგი მათ ცხოვრების მიმართ, ასე რომ არ უნდა მოდუნდი არასდროს და ყოველთვის უნდა გქონდეს ის ენერგია, ის სწორი მიდგომა, ის სიყვარული და ის მენტალიტეტი, რომ შენ დაეხმარო ბავშვებს, რომ იყვნენ უკეთესები და უკეთესი ადამიანები, როგორც მოედანზე, ისე მოედნის გარეთ. და მშობლებს კიდე აჩიება მეტი დრო გაატა, ვიცი რთულია ეს, ანუ ძალიან რთული არის, ახლა შეიძლება ბევრისთვის რაღაც არარეალს ვიძახდე, მაგრამ ვიცი რომ ბავშვებს ჭირდება ჩვენი მშობლების ყურადღება. და კიდევ ვიძახი, არ ვიცი რომ ძალიან რთული არის, მაგრამ უნდა ვეცადოთ მაქსიმალურად რომ ყურადღება და დრო დაუთმოთ ბავშვებს, დრო დაუთმოთ, იმიტომ დრო ისე მალე გადის და არის განსაკუთრებით რაღაც მნიშვნელოვანი ასაკი ბავშვის ცხოვრებაში, როცა ყალიბდები, როგორც ადამიანი და ხასიათი გიყალიბდება და ასე შემდეგ. ეს კიდე მე ვიცი ფსიქოლოგებისგან და რაც სამი კითხვაზე რაც მომისმენია, რომ არის ის თუ გაგექცა ეს პერიოდი, მე როგორ გვიანია რთული იქნება და ასე რომ ჩვენ მაგ პროცესში ვართ ახლა, მე იყო მე და თიგა მაგ პროცესში ვართ ახლა, რომ მაქსიმალურად იმას ვიძახით 2 წელი უფროსისთვის, მე როგორ კოლეჯში მიდის, მე 3 წელი ჭირდება საბას, ისეც კოლეჯში მიდის, ხო ხდება კოლეჯში რო წავლე, მე უკვე სხვა სამყარო არის, რა, უკვე რაღაც უფრო ინდივიდუალურ ცხოვრება, მაგრამ ყველაფერი გვინდა გავაკეთო და ვასწავლოთ ის ღირებულებები, ის ადაწესების და ასე შემდეგ რომ მზად იყვნენ, უკვე აი შემდეგი რაც საკმაოდ რთული არის რა. მე სუბიექტურად თუნდაც საკუთარი გამოცდილებაზე დაყრდნობით მაქვს ესეთი თვით მოტივაციისთვის ფრაზა, რომ ზოგჯერ ჩვენი ცხოვრების შავი გზა სინამდვილეში ასაფრენი ბილიკი შეიძლება იყოს და რას ურჩევთ იმ სპორტსმენს, რომელიც ახლა იმედგაცრუებულია საკუთარი მარცხით? ჩემშულებს ამას მეუბნები ხოლმე, რომ რაღაცა თქო ცუდი თამაში გექნება, ხო, ან წააგე, ან გუნდში არ აგიყვანეს, მეთქი არავის არ აინტერესებს.
არავის არ აინტერესებს საერთოდ. ასე რომ მეორე დღეს უკეთილინება ადექი. ხო? ისე რომ შეგვიძლია საინტერესო არის. თქვა აი ორი მაგალითი, ერთი დადებითი, მეორე უარყოფითი, ერთი მარცხი, მეორე წარმატება. მეორე დღეს რო გაიღვიძებ, რა უნდა გააკეთო? იგივე. არაფერი არ იცვლება. ხო? ხან რომ მოიგოთ ამ ჩემპიონი რო გახდე. მეორე დღეს რა უნდა გააკეთო? უნდა აცგეთა, ხო? ანუ ბონუს რომ მიიღებ სამსახურში რაღაც რომ მიაღწევ იმას, ხო? და კი, ანუ ზუსტად ანუ საათივით არის 12 ყოველ 12 საათში ის არის ტრიალებს და ასე რომ ეს არის პროცესი. და არ არის იმის დრო რომ რაღაც საკუთარ თავს კითხვები დაუსვრო, რომ კარგი ვარ? ან იქნება არ გამომდის, ან იქნება არ არის ეს შემიძლია, მაგის დრო არ არის. იმიტომ რომ ეს არის პროცესი. და მეორე დღეს გინდა მოიგო, გინდა წააგე, მეორე დღეს უნდა ადგე და გააკეთო ისევ იგივე. აგიტომა სიყვარულო, ისო სიყვარულთან მივდივარ. როცა გიყვარს, აი ეს სიყვარულის ძალა გაგიყვანს სახლიდან და წაგიყვანს იმ სამსახური იქნება თუ არ გასვენებს. არ გასვენებს, ხო? არა, ყოველთვის იმაზე ფიქრობ, რომ როგორ შეიძლება უკეთესი და უკეთესი ვიყო. ბოლო კითხვა მაქვს ესეთი, ცოტა პერფექციონისტის ფრაზაა შეიძლება, მაგრამ საუკეთესო კარგის მტერია. კარგი მოთამაშე დიდი მოთამაშისგან რითი განსხვავდება? კარგი მოთამაშე დიდი მოთამაშისგან რითი განსხვავდება? მე ვფიქრობ დიდი მოთამაშე ყოველთვის თუ კარგი მოთამაშე, კარგი მოთამაშეა, როცა აი გულშემატკივარი რომ მიდის და უყურებს თამაშს, ხო? რომ თვალში გეცემა, რომ კარგი მოთამაშეა, იმიტომ რომ რაღაც სწორ გადაწყვეტილებებს იღებ, რაღაც სწორად მოძრაობ, ანუ ტალანტი გაქვს, მომცემი გაქვს. დიდი მოთამაშე ჩემთვის არის ასოცირდება მოთამაშე, ვინც არა მარტო თავის კარიერაზე ზრუნავს, არამედ თამაშის განმავლობაში და სეზონის განმავლობაში სხვასაც ეხმარება იმაში, რომ გქონდეს საუკეთესო სეზონი. აი ამერიკულად კარგად არის they make others better. ანუ ეხმარებიან თავიანთ გუნდელებს, რომ გქონდეს საუკეთესო კარიერა, საუკეთესო სეზონი. იმდენ ხელა ყურადღებას იქცევენ თვითონ, რომ სხვა მოთამაშეს უადვილდება მათთან თამაში, უფრო ან цаრიელები ესვრიან, ან უფრო მარტივად აგდებენ გუნდელები რა, იმიტომ რომ ეს ძირითადად შავს ამუშავებს და ყველაფერს აკეთებს ეს. იმდენად აი ხუთივე მოთამაში იმაზე გადართული, რომ სხვებს უადვილდებათ, ხო ხდები, ანუ დიდი მოთამაში ეს, მაგრამ თან როცა ყველაზე ჭირდება გუნდს, იქ არის და ასრულებს. ეს არის დიდი მოთამაში ჩემთვის. ანუ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზეც და გუნდზეც. როცა არ ყავს დიდი მოთამაში, მე უკვე ცდილობ, რომ ესეთ მარტივ ბურთებს ვეღარ აგდებ, მარტივად ვეღარ იგებ. და მე ეს უკვე იმაში გადადის, ციან ბრასში გადადის და მე უკვე ძალიან ინდივიდუალური, იმიტომ რომ აი ეს დიდი მოთამაშე გაკლია. მე მქონდა ორივე გამოცდილება, მქონდა ამ 16 წლის განმავლობაში და ძალიან კარგად მესმის ის ძალა დიდი მოთამაშის, რამდენად დიდი სიამოვნება არის, როცა მაგარ მოთამაშესთან ერთად თამაშობ, რა, იმიტომ რომ ყველაფერი ესე ჰარმონიულ და ყველაფერი ესე თავისუფლად მიდის, და თავისუფლად კი არ მიდის. არის ადამიანი, ვინც გიქმნის ამ კომფორტს. ზაზა, უღრმესი მადლობა უნდა გითხრათ ჩვენთან სტუმრობისთვის. ძალიან საინტერესო იყო. დარწმუნებული ვარ, მივიღეთ უამრავი შთაბეჭდილება მეც და მაყურებელმაც. კიდევ ერთხელ გელოდებით, თუ კი მოახერხებთ საქართველოში ყოფნას და მოვალ შეხვედრამდე. მადლობა თქვენ. მადლობა.